ევთოს თავმჯდომარემ საქართველოში ვიზიტის პირველი დღე რუსთაველის გამზირზე დაასრულა. ფინელი დიპლომატი ჯერ აქციაზე მივიდა, დემონსტრანტებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი მცირერიცხოვანი აქციის ფონზე ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც ამტკიცებდა, რომ რუსთაველის გამზირზე უამრავი ადამიანი იდგა და დროშებს აფრიალებდა. მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება. უამრავი ადამიანი იკრიბება აქ. ჩვენ აქ ვართ, რათა მათ მხარი დავუჭიროთ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიცრუე მისივე გავრცელებულმა ვიდეო მიმართვამ ამხილა, შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ევთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრა გააუქმა. გადაწყვეტილებაში, რომელიც ადმინისტრაციამ გაავრცელა, წერია, რომ შეხვედრის გაუქმების მიზეზი ელინა ველტონინის მიერ გაკეთებული ცრუ განცხადებები და უკანონო აქციაში მისი მონაწილეობა გახდა. გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ევთოს მოქმედი თავმჯდომარის ორდღიანი ვიზიტი დაგეგმილზე ადრე შეწყდა. მან ქვეყანა ისე დატოვა, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი შტურმი არ დაუგმია. ამ დუმილის ფონზე აქციაზე მისვლა ფინელ დიპლომატს ექსტრემიზმის ღია მხარდაჭერაც შეუფასეს. ეს ვიზიტი გამოყენებული იქნა მისი მხრიდან იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა რადიკალური ჯგუფებისთვის. ერთი, ამას შეჩვეული ვარ, თუმცა მეორე პირდაპირ და უხეშად დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა და ამით დაარღვია ვენის კონვენციის 51 მუხლი. დღეს დილით ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან ოძისში, თუმცა რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდაჭერის განცხადებას, როდესაც სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე. Ჩამოვიდა კონკრეტული მისიით, რა მისიის შესრულების მცდელობაც ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებით უპატაკებს ამ ვიზიტის დამკვეთს ალბათონ კალას ვიზიტის შედეგებს. ხიდან უსვამ კითხვას, რომელი კანონით არის შეშფოთებული? შემთხვევით გამჭვირვალეობის კანონით ხო არ არის შეშფოთებული? ან ეგრეთ წოდებული LGBT თემის პროპაგანდის შემზღუდავი კანონით ხო არ არის შეშფოთებული? ვენის კონვენციის მორიგი დარღვევა, ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა. ეს ის შეფასებებია, რომელიც ევთოს თავმჯდომარემ მმართველი გუნდის ლიდერებისგან დაიმსახურა. თუმცა შექება მიიღო ოპოზიციისგან, რომელიც პრობლემას ვერც 4 ოქტომბრის ძალადობაში და ვერც მის მხარდაჭერაში ვერ ხედავს. ეს ქმედება, რომ კობახიზემ ეს ვიზიტი გააუქმა, ნათლად მიუთითებს იმას საით მიდის რეჟიმი. რუსთაველზე მისვლა იყო მხოლოდ საბაბი, იმიტომ რომ კობახიძეს მოუწევდა ამ შეხვედრისას, ასევე ესაუბრა და აეხსნა, რატომ ატარებს ქართული ოცნება რუსეთის ინტერესებს. დასაკვირი ის იყო, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული, გასაკვირი ეს ნაწილი იყო. ოპოზიციას და მის მხარდამჭერ ევთოს წარმავალ თავმჯდომარეს ვენის კონვენცია პარლამენტიდან დღეს არაერთხელ შეახსენეს. თქვეს, რომ ფინელი სტუმრის ქცევა არადიპლომატიური და არამეგობრული იყო. მსგავსი დამოკიდებულება კი საქართველოში ევროპული ფასეულობებისადმი ნდობას ამცირებს. ჩვენ ვიხილეთ სწორედ ამის ერთი ნათელი მაგალითი. თუ როგორ უნდა დადგე გზის გადაკვეთის მიტინგზე და მხარი დაუჭირო ამ უკანონობას, მხარი დაუჭირო ფაქტობრივად 4 ოქტომბრის შემოქმედთა აი ამ ნაწილს და არაფერი არ თქვა როგორც OBS-ის ხელმძღვანელმა იმ სადამკვირვებლო მისიის შედეგებზე, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა დადებითად. სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ შენ არ უნდა ჩაერიო სხვა ქვეყნის საქმეებში, არ უნდა დაიჭირო ამ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური რომელიმე პარტიის პოზიცია და როგორც მინიმუმ უნდა გაემიჯნო ძალადობას თუ ამის დაგმობის თავი არ გაქვს. ქალბატონო ელინა, ძალიან სამწუხაროა თქვენი გუშინდელი პერფორმანსი, აბა ერთხელ მოიკითხეთ რევანშისტების მიერ დაშავებული პოლიციელები. აბა ერთი სიტყვა მაინც თქვით ძალადობრივი აქციების დასაგმობად. ესეთი დამოკიდებულებები ამცირებს საქართველოში ევროინტეგრაციისადმი და ევროპული ფასეულობისადმი ნდობას, რაც კარგი სულაც არ არის. მინდა მოუწოდო ქალბატონ ელინას და საქართველოს შიდა და გარე მტრებს, რომლებსაც არ ასვენებთ დღედაღამ ფიქრი იმაზე, რატომ არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილები მიღებული
იქნება მხოლოდ საქართველოში. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ამავდროულად ევთოს მოქმედმა თავმჯდომარემ საქართველო უკვე დატოვა. ფინურ მედიას კი პრემიერ-მინისტრთან არ შემდგარი შეხვედრის საკუთარი ვერსია გააცნო. ამბობს, რომ შეხვედრა მისი გრაფიკის ცვლილების მიზეზით და მისივე ინიციატივით გაუქმდა.